საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციები მემორანდუმის გარშემო ერთიანდებიან და ხელისუფლებას ბიზნესში არსებული პრობლემების გადაჭრისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნას თხოვენ. ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები საგადასახადო სამართალდარღვევების ნაწილობრივი დეკრიმინალიზაციის ინიციატივითაც გამოდიან. ასევე ითხოვენ საგადასახადო დავების ეფექტური მექანიზმის შექმნას. ბიზნესმენების მოთხოვნებს შორისაა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის რეფორმირებაც. მათი განცხადებით, სამსახურის დღევანდელი ფუნქციები უარყოფით გავლენას ახდენს ბიზნეს გარემოზე და და სამინისტროს პოლიციურ იმიჯს უქმნის. პრობლემები არის რამოდენიმე, რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, შეეხება დეკრიმინალიზაციას კონკრეტულად იმ სამართალდამორღვევების, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში არის საკმაოდ ბევრად დაგროვებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა გაიმიჯნოს ისეთი დანაშაულებები, რომელიც არის ჩადენილი ორგანიზაციის მიერ დაუდევრობით ან ისეთ სიტუაციაში, როდესაც რეალურად სახელმწიფოს სერიოზული ზიანი არ აქვს მიყენებული. დღევანდელ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართულ ბიზნესს და ზოგადად ბიზნესს დაეხმაროს არა მარტო ხელისუფლება, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციები. სწორედ ჩვენი ფუნქციაც ეს არის. დღევანდელი 7 ასოციაცია, რომელიც გაერთიანდა აი ამ კოლგის ქვეშ, სურვილი გვაქვს, რომ კიდევ ერთხელ ხმამივაწვინოთ მთავრობას, რომ იმ დონეზე და იმ დოზით, რაც საჭიროა, ქართულ ბიზნესს უფრო მეტი ყურადღება მიექცეს და უფრო მეტი თანამშრომლობა იყოს.